გამარჯობათ. მივესალმები ხელოვან თარხის მაყურებლებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ვიდეოების ნახვა შეიძლება მხოლოდ YouTube-ზე. ამიტომ იაქტიურეთ YouTube-ზე, ეს დაეხმარება ჩვენ არხის განვითარებაში. დღევანდელ სიუჟეტში წარმოგიდგენთ გენიალურ მხატვარს ნიკო ხერკელაძეს. საკმაოდ ვრცელი მასალა გამოვიდა, საინტერესო ინტერვიუ იყო, ვისაც ხელოვნება აინტერესებს, ბევრს საინტერესო რამეს შეიტყობს ხელოვნების შესახებ, ზოგადად ბატონი ნიკო გვიზიარებს თავის შეხედულებებს, თავის გამოცდილებას, ცხოვრებისეულს, ხელოვნების მიმართ და არა მარტო ცხოვრებისეულადაც. ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა, რადგანაც მასალა საკმაოდ მოცულობითი არის, ამიტომ ორ ან სამ ნაწილად გავყოფ სავარაუდოდ ვიდეოს. პირველ ნაწილში წარმოგიდგენთ ასე ვთქვათ გაცნობითი ხასიათის ვიდეო იქნება ბატონ ნიკოსთან, მის შემოქმედებით სამყაროსთან. მოგესალმებით ბატონო ნიკო. პირველ რიგში მინდა მადლობა მოგახსენოთ, რომ მოგვეცა საშუალება, რომ ვსულიყავით თქვენთან დიდებულ პიროვნებასთან და ინტერვიუზე დავგვდახვდით. ფერემა სადამდე სისქემისა. ეს საღებავი არის სულ? საღებავია. ეხლა მეგონა ეს პენოპლასტი არის და ზემოდან სულ საღებავია, თვითონ მუშაობაში გაწმენდა, მუშაობაში ასე გასკერდა და ეგეთი გახდა ძიდება. დაწყებულები ესენია. ეს ისტორიული პალიტრა. ამ სისქე პალიტრა. ეს ახალი ნამუშევრები, რომელზეც ახლა ესე დაწყებული ვართ. ეს დაკვეთებია, უბრალოდ უნდათ აი მას დაკვეთა რა ხანანი. აი თემატიკა ახლა როგორ შეიძლება თქვათ ეს აღწეროთ ეს ნახატი? მოცეკვავე ქალი. ის არის ქალი ბავშვით. დედა ბავშვით, ის სხვა თემა, ის არამე. ახლა ამ ნამუშევარზეც პარალელურად მუშაობთ რამოდენიმეზე, ხო? ხო, იმავე პარალელურად. სად როგორ მოითხოვს? ფორმატები განსხვავდება, მე როგორც ხედავ, ხო? ახლა სხვადასხვა ფორმატები გაქვთ ტილოების. პატარა ზომები, დიდი ზომები. მეტრას, მე ახლა მეტრაზე მეტიც არის, ახლა ის დაწყებულია ვერ დავამთავრე, ახლა. მეტრა ნახევარზე მეტი ფერწერას არ ვხდება. მეტრა ნახევარი. სტილის მიხედვით თუ არის, ანუ აბსტრაქციაში შეიძლება მეტზე გაიშალოთ, ხო? მეტი თავის. ხო, იტანს, მაგრამ თემატიურები ახლა გააჩნია, ახლა მე პატარა სახელოს რომ მქონდა გავყიდე და ახლა რომ მუშაობდი, ახლა ვორთ ვერ გავაკეთე. დროც მეტი დაჭირდება, რამდენი დრო პატარი ზომებია. ზედათ ეს თან კომფორტულიც არის. არავინ აი ეს არის ჯიმოტრიფის სახლი. ეს სავლიანი ერეკლი, ეს ვაჟა უთარაშვილია, ეს ლეკიშვილი არჩილი, ეს მალხაზ ამაშუკელი, ეს მე ვარ. აბსტრაქტული სერვისი საქართველოში. პასკალ მონეტია, ხო? პასკალ მონეტია. ეს აბსტრაქცია. ეს აბსტრაქცია. ეს ილია ჭავჭავაძის ოქროს მედალი. გარკვეულ რელიეფს პოვებთ, ხო, აკეთებთ და ესე ფაქტურას. ხო, ფაქტურა, კი ბატონო. მონახაც ზემოზომიერება უნდა ალბათ. აბა, კი, ყველა დეტალს თავისებური განგარიშება უნდა. ეს სად როგორი ტონი უნდა დაადო და მე რენ ტონზე რა უნდა დაედოს ზემოდან. აუშვეთ ეს საშუალო ტონი იყო, შეიძლება ეს გაძლიერდეს კიდე. საშუალო ტონი. შეიძლება გაძლიერდეს, შეიძლება კიდევ გაძლიერდეს. რთული ფერები გაქვთ ისეთი, რომ აი ეს ერთ ფუნქციის ანუ დაადებთ ფერს კიდე ითხოვს. ზეთი არ გაგაჩერებს. ზეთს ძალიან ბევრს იტანს ზეთი. აკვარელი ძალიან მალე უნდა დაამთავრო რაღაც რამოდენიმე საათში. ზეთი აკრილსაც არის მეტი შანსი მუშაობის, მაგრამ ზეთს ყველაზე დიდი. თქვათ ამ ნამუშევარზე ახლა ჯერ ფანქრით არის შესრულებული და შემდეგ ფანქარი აღარ ემჭირდება. ზეპირად, აი ზეღარ როცა თქვი ვიწყებ ფერებს რაღაცა ტონებს და მე იქცევა ფიგურად. მე ამ ფიგურას შეიძლება გადაიქცეს მე აბსტრაქციად. ამას ახლა დავუშვათ შევცვლი რაღაცა ტონს აქედან და ამას იქით გავწე, ამას აქედან დავდე და უბრალოდ აბსტრაქცია გახდება. პორტრეტი შეცვლი პორტრეტი და გადაიქცევა აბსტრაქციად. ეს საინტერესო მუშაობაა ამაში. ფიგურალურში ის უნდა ესკიზი უნდა გაკეთდეს და ესკიზი. ხო, ეს წიგნშიც არის ხოთაშორის ამ თქვენ წიგნი. ხო, ნახატი, კაი, ფერწერული ნამუშევარია, დაახლოებით
70 მეტრ 10-ზე ზომით. 70 მეტრ 10-ზე ესეთია. დავით აღმაშენებელი ეს ქართული ჯარი და ნუ ახლა დავითის თელი მოღვაწეობა. ეს ფერწერული ტილო არის ეს. ფერწერული ტილო. საკუთრება დღესდღეობით არის 8 მეტრველის. 8 მეტრველის საკუთრება. ეს არის დავით აღმაშენებელის ოქროს медаლი ეს თვითონ და აღმაშენებელი დავით აღმაშენებელის პრემია რომელიც აგერ არის ეგრეს წითელი მასში არის დავით აღმაშენებელის პრემია. ეს არის ილია ჭავჭავაძის ესაც ოქროს медаლი. ილია ჭავჭავაძის პრემიაც აი შიგნით არის დაკიდული. ჩემო ბატონო, ეს არის ვარსკვლავი და ეს დროშა ერთობლივია. არის ქართველთა და აფხაზთა შერიგების კავშირი დიოსკურია 2005-ის. ეს და ესაც იმიგივია. ეს არის ოქროს медаლი აკადემიაში ხუთებზე სწავლისათვის. ეს არის ფარნავაზ მეფის ოქროსი ნაწილია ოქროსი медаლი რომელიც გადმოცა ერთ-ერთმა ბანკმა ბაზის ბანკმა. ხო, ეს არის ერთ-ერთი ნამუშევრი საკავშირო გამოფენაზე იყო, ჯერ საქართველოში იყო, მერე უკვე მოსკოვში გაიგზავნა, ესაც ოქროს медаლია. ჩემო ბატონო, ხო, ეს არის ერთ-ერთი გამოფენაზე, რადგან აი პირველი მით არის აღნიშნული, ეს თვითონ, ეს არის გიორგი სააკაძის медаლი ბრინჯაოში ჩამოსხმული. ეს სამხატვრო აკადემიის ეს ლომი, ესაც ბრინჯაოშია ჩამოსხმული. ეს არის ნიკოლოზ ბარათაშვილის თვითონ ეს და გადმოცა ეს ბატონმა ოთარ ჯაფარიძე. ოთარ ჯაფარიძე პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის დამოკიდებულება გიორგი სააკაძის ფენომენთან და მარტყოფის ომის შესახებ განხილვისათვის. ოთარ ჯაფარიძე. ხო, აი ეს წიგნთან დაკავშირებით, ხო? ხო, წიგნთან დაკავშირებით. ხო, ეს ფოთთან იყო დაკავშირებული ეს медаლი, სადაც ბრინჯაოა. ნუ ეს არის ძირითადად ესენი მნიშვნელოვანი, რაც არის აქ როგორც медаლები. ეს არის კიდე ეს არის ქართული ხელოვნების დესვანი გადაეცვალიკაში. სახალხო დიპლომატია ერთობა. სახალხო დიპლომატია ერთობა. ხო, ეს მერიიდან. ეს ილუსტრაციებზე ეს არის დავით აღმაშენებელის ილუსტრაცია, როგორც ვთქვით, ეს არის ხო, ნუ ქართული ყოფილი. ეხლა ილუსტრაციას მე ბატონიკო წარმოვიდგინე რაღაც გრაფიკულს აქვს, სრულყოფილი ფერწერული გრაფიკული ილუსტრაციები აგერ არის. ხო, ეს თბილისური ყოფა, ნუ საქართველოს ყოფა, ნუ თბილისთან არის დაკავშირებული, რომელიც არის საკუთრება პასკალ მონიესი. აქ იყო ჩემთან სახლში იყო და ნუ შეიძინა ეს ნამუშევარი და მისი საკუთრება. ეს ამაზე უკვე ვთქვით. ეს არის ფიროსმანის მოგენება ფიროსმანზე, მისი ის ტიპაჟები, ის პიროვნებები, რომელიც მის დროს იყო და ერთ-ერთი მოგენება ფიროსმანზე, ნუ ყველაფერი მის ცხოვრებას ეხება, მის ყოფას, იმიტომ რომ დიდი მნიშვნელოვანი მხატვარი იყო. ჩვენთვის ქართველებისთვის ფაქტობრივად როგორიც არის მწერლობაში შოთა რუსთაველი, მხატვრობაში შეიძლება ამაყათ და ესე დამაჯერებლად თქვა ფიროსმანია ჩვენთვის ქართველებისთვის. ამას სოფლიოც აღიარებს. ხო, ეს არის ფერწერული ნამუშევარი, მეგობრები ნავთლუხის ბაზართან. უბრალო ტიპაჟები, პიროვნებები, სადაც ეს ატრიბუტები აქვს და ნუ როგორც არის, ამათი ყოფა ნავთლუხის ბაზართან. ეს არის გამარჯვებული ქართული მხედრობა. ნუ მარტყოფიდან 1625 წელს გამარჯვებული ქართული მხედრობა. ნუ გიორგი სააკაძის მეშვეობით და მისი ხელმძღვანელობით. ეს წიგნის ილუსტრაცია არის. ხო, წიგნში არის ილუსტრაცია. ილუსტრაცია უბრალოდ ესეა გადაიღო. წიგნში უკეთესად არის. ხო, ეს არის ფიროსმანის ობლობა. ობოლი ფიროსმანის დაობლებული იყო და მეტყობა ამ ობლობამაც რაღაც გარკვეული დაღი დაასვა მის კაცობას, კარგახელობას და კარგ მხატვრობას და კარგ ქართველობას. ობოლი ფიროსმანი, რაც ისი ფიროსმანის შესახებ ბევრი ვიცი. ამ კუთხით დანახული ფიროსმანის შესახებ პირველად ნახე ნამუშევარი. ხო, ობოლი ფიროსმანი, დედამისის და იცის რა გამოა მისი. ხო, არა, დედამისი არა, ნუ ბებიანა იყოს ალბათ რა. ძალიან ცუდ პირობებში გაიზარდა. არა, კარგ პირობებში გაიზარდა, მოდი ეს მარტყოფი ნახოთ, აქ კარგი. კარგად არის ილუსტრაცია. აქ თქვენი ნამუშევრები არის? ჩვენი ნამუშევრები. სულ თლიანად არის. ბევრი აკლია, ყველა არ არის აქ, მაგრამ რაც არის, მაინც ისეთებია რომ. რაცა მნიშვნელოვანი ნამუშევრები არის.
ხო ეს აღმაშენებელი და აღმაშენებელი ვიცით. ეს არის ერთ-ერთი პიროვნება 1625 წლის ქსნის ომის ერთ-ერთი წინაპარი იყო ელიოს ხერკელაძე. აი ეს პიროვნება. ეს პიროვნება ეს ჩემი დახატულია. აი ხო გიტყვით საბერპოს ჩემ. წიგნი კატალოგი არის ფაქტობრივად. კატალოგი ხო. ალბომია მთელი ყველაფერი აქ თვითონ რეცენზენტებიც არის ვინც დაწერა და ყველაფერი რაც იქ ეხება რა გოგი ეს ჩვენ ქეთევან დედოფალია კაცაგვებს 12 ილუსტრაცია გავუგზავნე მარტყოფის იქ ეთნოგრაფიულ მუზეუმს რაც სააკაძეს და მის ცხოვრებას ეხება ხო, ეს არის ვაჟა-ფშაველა, რომელიც სამართლის საპატიო მოქალაქე გიორგი სააკაძე. ეს არის საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულო სიგელი, გადაეცა მასა და მას როგორც წერია. ხო, ეს არის საფრანგეთში მოწყობილი ერთ-ერთი გამოფენიდან მაშინ ვინ იყო ერთ-ერთი მისი ხელმოწერით არის ხოთაშორის ხო ეს არის თამარ მეფის ვარძია უბრალოდ თამარ მეფე თავის ვარძიესთან ერთად თუ ესეთი კლდოვანი და მთლიან ფაქტორი ესეთი უნდა დიახ ფაქტორა რაღაც ინტერესოა ეს არის გიორგობა არის ხო საინტერესოა არის რამდენადაც ხო გიორგები დღესასწაულია ეს მოწყობილები ხო ერთ-ერთი ხელმძღვანელი ესა და ეს არის ხარჩახუტებული პიროვნება გლეხი ერთ-ერთი რომელსაც ხანჯალი უკავია რომან დაკლას ესა ხარი ესე იგი ამაშიც კი ერთგულია და ქვაბია გამზადებული თითქოს ეწოდება გლოვობს ეწოდება იმშვიდობა ის მაინც ერთგულობს ხარი ესეთი სიმბოლოა ჩვენთვის ქართველებისთვის ის სცენებია ხალხის აქ მიაქვს უფრო მიაქვს ხო აგერ წემსი არის აგერ თელ დეტალებია რა აი მხედრებიც არიან და ესე მისვამენ ახლა იმას დღესასწაულთან დაკავშირებით მოხუცი ქალი სარკე ხო იცი ქალს არ ცილდება არა მოხუცი რა იყოს მაინც სარკე უყარს სარკეთან ჩაიხედოს ჩასახედი ვერაფერი ეს ატრაქცია არის ეს ხევსური გოგონა არის ეს ჭადიჯრელი ქალია იყო ეგეთი დადიოდნენ როცა დღესასწაული იყო და ჟიპი დავრიდა ქონოდა და ნაზოქი რა ცოტა ისეთი ხერული ქალები ეს ვაჟა-ფშაველა ვიცით ეს ვაჟა-ფშაველა ვიცით თავისი ისინი პერსონაჟები თავისი ნაწარმოებებიდან ეს არის ფიროსმანის ალბომა აი როგორიც დარჩა როგორიც გაკეტა მე აღარ შევხები ვარ აი ესეთ ყავისფერ ესეთი მოწყენილ იმაში ფერებში არა აქტიურ ფერებში გაგრძელებას იხილავთ აქვე YouTube-ზე, ხალოვან არხზე. თუ მოგწონთ ეს ფორმატი, დალაიქეთ, დაკომენტარეთ, ეს ყველაფერი YouTube-ზე გააკეთეთ. რაც დაეხმარება ხალოვან არხს, რომ ეს ვიდეო უფრო მეტმა მაყურებელმა ნახოს. მადლობთ.